მოგესალმებით, მე გახლავართ ექიმი ნუტრიციოლოგი ელისაბედ ლიზიკუჭავა, ჩვენ ახლა ვიმყოფებით ზაქარია როჭკაშვილის გასტროენტეროლოგიურ კლინიკა ესკულაფში, ქალაქ თბილისში, სულხან-ცინცაძის 73 ნომერში. ჩვენთან ექიმთან კონსულტაციაზე მოსახვედრად საჭირო არის წინასწარი რეგისტრაცია, ამისთვის ვთხოვთ დაგვირეკოთ ტელეფონის ნომრებზე 596 34 50 50 593 30 ჩვენ ახლა ვიმყოფებით ტელეკომპანია პეკატივის საავტორო სამედიცინო გადაცემა ესკულაფში. გადაცემა გადის ტელეკომპანია ესკულაფის ეთერში ტრადიციულად 4 შაბათს, ტრადიციულად 8 საათზე. გადაცემის განმეორებითი ნახვა შეგიძლიათ მეორე დღის საათებში ან იმავე კვირის შაბათს ან კვირას. ვიდეო გადაცემის გასვლის მერე აიტვირთება YouTube არხის პეკატივის საავტორო გვერდზე, ვისაც ტელევიზიასთან წდომა არ აქვს, შეგიძლიათ უყუროთ ჩვენ გადაცემას, გამოიყენოთ ინტერნეტ საიტი MyVideo.gr პეკატივის გვერდის live რეჟიმი. დღეს ჩვენი სტუმარი არის ქალბატონი თამარ ჩირგაძე, ექიმი, გინეკოლოგი. ქალბატონი თამარი იქნება ზაქარია როჭკაშვილის გასტროენტეროლოგიური კლინიკა ესკულაფის გინეკოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი. სრულიად ახალი განყოფილებაა ჩვენი კლინიკისთვის, ახალი მიმართულება. ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი მოთხოვნა ჰქონდა პაციენტების მხრიდან, ვინც ჩვენი მუდმივი პაციენტი, ასე ვთქვათ, აი სამსახური რო ამოქმედებულიყო და დღესდღეობით უკვე ჩვენ შესაძლებელი გვაქვს მივიღოთ პაციენტები, რომლებსაც გინეკოლოგიური პრობლემები გვაქვს. მოგესალმებით, ქალბატონი თამარ კიდევ ერთხელ. და მინდა რომ ჩვენი გადაცემა იყოს, ასე ვთქვათ, გაცნობითი პაციენტებთან, გავაცნოთ თქვენი თავი პირველ რიგში და ზოგადად ვესაუბროთ, რატომ დადგა ეს საჭიროება, რა არის გინეკოლოგია. და რამდენად მნიშვნელოვანია ქალისთვის, ასე ვთქვათ, დროული გინეკოლოგიური ვიზიტის ჩატარება და საკუთარი რეპროდუქციულ ზამთრობაზე ზრუნვა. კი ბატონო, სიამოვნებით, მოგესალმებით. მიხარია რომ ვარ თქვენი გუნდის ახალი წევრი. შევეცდები რომ მოკლედ ავუხსნა ჩვენს ტელემაყურებლებს, ჩვენს პაციენტებს გინეკოლოგიური ზოგადად დარგის შესახებ მოკლე ინფორმაცია მივაწოდო მათ, რა არის გინეკოლოგია. ეს არის დარგი, მედიცინის დარგი, რომელიც შეისწავლის ქალის ანატომიას, ფიზიოლოგიას, დაავადებებსა და მათ პროფილაქტიკასა და რა თქმა უნდა მკურნალობას. რაც შეეხება გინეკოლოგია ქალბატონ თამარ შუალედებში და თუნებას დამთავრდით ჩაგეჭრებით. გინეკოლოგია დღესდღეობით არის, მე ვიტყოდი არა მარტო კონკრეტულად ქალის, არამედ მომავალ თაობაზე ზრუნვის პირველი ნაბიჯი და მე მგონი სწორედ კარგი გინეკოლოგია ის მარცვალი, რომელიც ჩვენი მომავლის თაობაზე ზრუნავს და ესეთი პატარა ერები როგორც ჩვენ ვართ, საჭიროებს დროულ გინეკოლოგთან ვიზიტს, რომ პატარა ერი ვართ მართლაც, შობადობაც არ აგვაქვს მაღალი სამწუხაროდ და ამიტომაც მე ვფიქრობ, რომ სამწუხაროდ მე მაინც მგონია, რომ ცოტა გვაკლია ამ მიმართულებით სამედიცინო განათლება. ცოტა ისეთი სიტყვაა, მაგრამ თუნდაც ახალგაზრდა თაობაში, თუნდაც დედებს რომ მერე შვილებს დაარიგონ, ასე ვთქვათ. რატო გახდა ეს საჭიროება, რამდენად მნიშვნელოვანია გინეკოლოგიური პაციენტების მართვა, არ ვიცი, მე მგონია, რომ მაინც ეს რაღაც ხშირად მომისმენია ყოველ შემთხვევაში ჩვენი Facebook გვერდზე მოწერილებს, როდესაც ვარკვევთ. არის ხოლმე პაციენტი აღწერს გინეკოლოგიურ პრობლემას საკმაოდ დეტალურად და თითქოს თვითონაც არ იცის, რომ ამ დაავადების და ზოგადად პრობლემის სირთულის შესახებ. მე მგონია მაინც რაღაცა ცნობადობის ამაღლება ძალიან მნიშვნელოვანი არის, აუცილებელი არის თვითონ ხალმაც სანამ ასე ვთქვათ დედა გახდება, მანამ გააცნობიეროს რა არის გინეკოლოგიური პრობლემა, რა დროს უნდა მივიდეს ის ექიმთან, არის ეს ნორმალური თუ თქვათ არის რაღაცა პათოლოგია, რა დროსაც უნდა მიმართოს ქალმა გინეკოლოგს, ხო, რა ჩივილები არის, რა სიმპტომატიკა არის ეს, რა დროსაც არის საყურადღებო, მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, ის მესიჯი ორგანიზმის მხრიდან, როდის არის აუცილებელი და საჭირო, ვთქვათ, გინეკოლოგთან მიმართვა და გინეკოლოგის ჩართულობა ამა თუ იმ საკითხში, ხო? პირველ რიგში, რა თქმა უნდა, აუცილებელი არის ის, რომ ქალი, როდესაც სანამ დედა გახდება, მანამ, ასე ვთქვათ, იცოდეს
რა არის ზოგადად ჩვეულებრივ მე მოდიან ხოლმე რა რა თქმა უნდა პირველი პერიოდი ვიზიტი არის ხოლმე ორსულობის დროს კი ბატონო არის სამწუხაროდ თუმცა რაღაცის ბოლო ალბათ 10 წელია რაც ასე ვთქვათ რეპროდუქციულ ჯანმრთელობას ძალიან დიდი ყურადღება ექცევა უკვე რაღაცნაირად აჩქარებულ რიტმში გადავედით ცხოვრების და თვითონ ახალგაზრდებიც ცდილობენ ეს თავისი რეპროდუქციული ასაკი რეპროდუქციული პერიოდი დაგეგმოს მოემზადოს ორსულობისთვის და ესეთნაირად მოახდინოს დაგეგმარება შვილოსნობისთვის და არა ვთქვათ ესე ექსპრომტად და სპონტანური ესე ვთქვათ ორსულობების პერიოდიც რაღაც არასასურველი ორსულობებისგან თავის არიდება. ამისათვის დღევანდელ რეალობაში ნამდვილად უკვე ბოლო 10 წელია რაც წამოვიდა დაგეგმილი ორსულობები, რაც კარგი არის და ამით იმის თქმა მინდა რომ ცნობადობა უფრო მეტად ამაღლდა თითქოს ვიდრე ვთქვათ გასულ პერიოდში. ეს იყო კითხვა მაგალითად თამარ. ნახეთ, ხშირად საუბრობთ გინეკოლოგები დაგეგმილ ორსულობაზე. მე როგორც ექიმს მესმის რა თქმა უნდა რას გულისხმობთ, მაგრამ გარდა იმისა, რომ არასასურველ დროს აღმოჩნდება ოჯახი იმის წინაშე რომ ყავს პატარა დაუშვათ. კიდევ შეიძლება სამედიცინო თვალსაზრისითაც დედის ორგანიზმი სჭირდებოდეს მოგვარება, მომზადება, ასე ვთქვათ, ხო? ანუ მარტო ბავშვის რეაბილიტაციის პერიოდი, კი ბატონო, ორსულობის შემდგომ პერიოდში, ორსულობის შემდგომი პერიოდის და მშობიარობის შემდგომ პერიოდში უკვე ქალი გადადის აბსოლუტურად სხვა ეტაპზე, როგორიც გახლავთ ლაქტაციის პერიოდი, ლაქტაციის პერიოდშიც მნიშვნელოვანი ცვლილებები მიმდინარეობს ქალის ორგანიზმში და შესაბამისად რაღაც გარკვეული პერიოდი იმისთვის, რომ ქალმა სრულად აღიდგინოს და რეაბილიტირდეს და მოემზადოს შემდგომი ორსულობისთვის, რა თქმა უნდა, სასურველი არის, რომ იყოს დაცული ეს გარკვეული პერიოდი. თვითონ ქალის ჯანმრთელობისათვის რაღაც დავუშვათ ქრონიკული დაავადება აქვს, რაღაც მედიკამენტოზობ, თუ შეიძლება კორექცია ამისი, ხო? ანუ წინარე პერიოდში ამზადებთ გინეკოლოგები? აუცილებლად სასურველი არის, რა თქმა უნდა, წინარე პერიოდში. ზოგადად პირველადი ორსულობის შემთხვევაში სასურველი არის დაიგეგმოს ეს ორსულობა, ქალი იქნეს სრულად გამოკვლეული. არის რიგი გამოკვლევებისა, რომელსაც ჩვენ ვატარებთ, როგორიც არის ვთქვათ, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები, რისკ ფაქტორები რა შეიძლება იყოს ხელის შემშლელი ორსულობისთვის და მაქსიმალურად ვცდილობთ ქალი როგორც ფსიქოემოციურად, ასევე ფიზიოლოგიურადაც იყოს მზად უკვე ორსულობის მისაღებად, ხო და დასადგომად. ეს რაც შეეხება პირველ ორსულობას, რაც შეეხება მეორე ორსულობას, რა თქმა უნდა, არ არის სასურველი მოკლე პერიოდში მოხდეს ქალბატონის კი, შესაძლოა. ამაზე ვსაუბრობ, სწორედ სასურველია იყოს რაღაც პერიოდი დაცული იმისთვის, რომ ქალმა სრულად მოახდინოს რეაბილიტაცია თავისი ორგანიზმის და ამის შედეგად უკვე ისევ დაიგეგმოს, რა თქმა უნდა, ორსულობა ამის წინააღმდეგი არა პირიქით ვართ მომხრენი, რომ მარტივი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი რეკომენდაციებია, ხო მართალია, თუნდაც რაც თქვენ ბრძანეთ, რომ კი, რა თქმა უნდა, მომხრე ვართ, რომ ბევრი შვილები იყვნენ ოჯახში, ბევრი ბავშვები იყვნენ, მაგრამ ეს მოკლე შუალედი, როდესაც დედის ორგანიზმი სრულად არ არის რეაბილიტირებული, ძალიან მნიშვნელოვანია შემდგომი ორსულობის ფონზე რომ რა თქმა უნდა, აუცილებელია ეს და აუცილებლად ეს ყველაზე მნიშვნელოვანი გარდა იმისა, რომ მომავალი ნაყოფსი არის, თქვა საუბარი, ეს პირველ რიგში ეხება დედის ჯანმრთელობას და დედის ჯანმრთელობა და დედის ჯანმრთელი ორგანიზმი, რა თქმა უნდა, საწინდარი არის ახალშობილის ჯანმრთელი ახალშობილის. ერთი კითხვა გამიჩნდა. რამდენად ხშირი არის ესეთი პაციენტი, ვინც მოდის და გეუბნებათ, რომ იცით რამე გეგმავ, რომ ვიყოლო შვილი და აი ხომ ესეთი პაციენტი უნდა იყოს, ხო, ასე ვთქვათ, ძალიან მომავალზე მოაზროვნე და საკმაოდ კიდევ ერთხელ აღნიშნავ, რომ ბოლო დაახლოებით 10 წლის განმავლობაში შეიძლება უფრო ნაკლებიც ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე შემიძლია გითხრათ, რომ არის ნამდვილად ესეთი მომართვიანობა უფრო მეტად გაზრდილი, ვიდრე ვთქვათ სპონტანური ორსულობებისა. კი, ეს ნამდვილად ჩვენი ცხოვრების რიტმისგან გამომდინარე, ჩვენი ასე ვთქვათ ცხოვრების სტილიდან გამომდინარე აჩქარებული არის ეს
ყველაფერი, ხო? დრო ზოგადად ნამდვილად დაგეგმილი აქვთ უკვე ჩვენს ახალთაობას და ახალგაზრდობას მომავალზე, ესე ვთქვათ, მომავალი მისი რეპროდუქციული ფუნქციის წამოწევა წინ, როგორიც არის ორსულობა, ხო? აქედან გამომდინარე, ბოლო პერიოდში ნამდვილად გაიზარდა გააზრებული ორსულობა, რასაც ესე პოპულისტურად რომ ვთქვათ, დაგეგმილი ორსულობა, ნამდვილად გაზრდილი არის და ეს ნამდვილად მახარებს მხოლოდ და ყველა შემთხვევაში უნივერსალმები მსგავს, ესე ვთქვათ, მიდგომებს, მსგავს მიმართულებას, რომ რაღაცნაირად კი არ შემცირდა ამით ვთქვათ აბორტების რიცხვი, მიუხედავად იმისა, რომ გააზრებული აქვთ უკვე ახალთაობას დაგეგმოს ორსულობები, მიუხედავად ამისა რატომღაც მაინც არ, ასე ვთქვათ, შემცირდა აბორტები. სამწუხაროდ, ბევრი აბორტი კეთდება ჩვენს ქვეყანაში, ბევრიც კეთდება ისეთი, რომელიც აღრიცხვიანობად სამწუხაროდ რაღაცა ვერ ხერხდება, იმიტომ რომ ძალიან ბევრი არის თუნდაც სპონტანური აბორტები, როდესაც ქალბატონი საერთოდ ვერ გებულობს, რომ ის იმ პერიოდში არის ორსულად. შესაბამისად, ეს ამისი სტატისტიკურად აღწერა ცოტათი რთული არის. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ სერიოზული სახელმწიფო პროგრამები მოქმედებს, არა მარტო ჩვენთან ეს მსოფლიო მოთხოვნა, ორსულთა პატრონაჟიდან დაწყებული სკრინინგ ცენტრების, რომლებიც პირდაპირ ორიენტირებულები არიან, რომ დროზე და ძალიან ისეთ ადრეულ სტადიაზე დაიჭირონ გინდაც პრობლემა, გინდაც ორსულობა და მე მიყვლენ, ასე ვთქვათ, სწორად და შედეგიანად. ერთი საინტერესო დეტალია კიდე, თქვენ ახლა ბოლო პერიოდის ტენდენციები ახსენეთ და ის გარდა იმისა, რომ წამოვიდა უკვე ასე ვთქვათ დაგეგმილი ორსულობის, მე მგონი რომ უკვე ასაკიც ცოტა გასწორდა, ხო, მიუხედავად იმისა, მაინც ვისმენთ ტელევიზიაში ინფორმაციებს, რომ კი, ასაკი გამომდინარე იქედან, რომ უკვე დაიწყო ეს დაგეგმილი ორსულობები და რაღაც პროპაგანდა, რომ ხო ესეთი ბავშვთა ორსულობა რა ვიცი რა თქმა უნდა, ხა ეს წარმოუდგენელი არის, ეს არასოდეს არ იყო მისაღები, ალბათ არც ის თუმცა მე მგონი ცნობადობა ცნობადობა, რა თქმა უნდა, უფრო მაღალია, თუმცა არის თქვათ რამოდენიმე რეგიონი, რაიონი, სადაც აღინიშნება მაინც და ტენდენციურად რაღაცა თავიანთი ტრადიციებიდან გამომდინარე თითქოს აქვთ ეს, რომ ადრეული ქორწინება და ადრეული შობადობა იწყება უკვე 15-16 წლის მაგრამ ამასთან ერთად გაიზარდა ორსული დედები. მე ვიცი უკვე თქვენ პრაქტიკაშიც არის საკმაოდ ხანდაზმული ორსულებიც არიან, კი ბატონო, ზოგადად ახლა 29 წლის ასაკი, ეს არის ყველაზე კარგი ასაკი ორსულობისთვის, მით უმეტეს პირველი ორსულობისთვის. შემდეგ უკვე მეორე ორსულობისთვის 35, 36, 37 წლამდეც აბსოლუტურად და უფრო მეტიც ძალიან დასაშვები პერიოდი გახდა. ეხლა არიან დედები, რომლებსაც პირველი ორსულობა საკმაოდ გვიან ასაკში უდგება და ყოველთვის ცდილობენ რომ შიშის თვალით უყურებენ რაღაც გენეტიკურ დარღვევებზე, არ იყოს პათოლოგია, არ იყოს თქვათ პათოლოგიური ნაყოფი, ზოგადად შენარჩუნდება ეს ორსულობა ამ ასაკში არის ესეთი საკითხებიც, როდესაც მოგმართავენ პაციენტები, თუმცა პირველი ორსულობის შემთხვევაში თუ კი ორსულობა დადგა 22 წლიდან ზემოთ 35 წლამდე ასაკში არავით არის პრობლემა და არავით, ნაკლები რისკი არის, რა თქმა უნდა, საშიშროება არის, რომ რაიმე ტიპის გენეტიკური პათოლოგია ექნება პაციენტს, ეს ცოტა ემპირიული ნათქვამია, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ხო, ამითი დაზღვეული არავინ არ არის. თუმცა ნამდვილად ესე არის, გაიზარდა, ანუ ჩვენ ამისი თქმა გვინდა, რომ გაიზარდა, თქვათ, დედის ასაკი. დედის ასაკი გაიზარდა, რაც წარმატებულად, ასე ვთქვათ, მიღებული ნაყოფის და ნაყოფი იყო ბავშვი ახალშობილის და მის შემთხვევაში, ხო, იმიტომ რომ ადრე შეიძლება 40 წელს გადაცილებული დედასთან ლეტალობა მაღალი ყოფილიყო ბავშვის რაღაც მიზეზების გამო და ეხლა მე ვიცი რომ სასწავლებლებს აკეთებს. კი, ეხლა არის ნამდვილად ძალიან ბევრი შესაძლებლობა აღარ უცნებობდნენ უცნობლობაზე. კი ბატონო, ეხლა დავიწყოთ იქედან, რომ ეს საერთოდ გადატრიალება მოახდინა ინვიტრო საკითხმა. კი და ესე ვთქვათ რეპროდუქტოლოგიამ ძალიან ევოლუციურად ძალიან დიდი ნახტომი გააკეთა ესე რომ ვთქვათ, ხო? და
ფაქტიურად უშვილო მშობლებს მისცეს შანსი, რომ შვილი ჰყოლოდათ. ნებისმიერ ასაკშიც უკვე, რა თქმა უნდა, მე ამას ცოტათი სკეპტიკურად უყურებ, რაღაცები არის, ჩემთვის ყოველ შემთხვევაში როგორც გინეკოლოგისთვის რაღაცა ნიუანსურად, თუმცა ეს არის ფანტასტიკური შესაძლებლობა უშვილო წყვილებში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის სხვათა შორის აი თქვენ ახლა ძალიან საინტერესო რაღაცა ბრძანეთ გადატრიალება. მე ვფიქრობ, რომ მედიცინის დარგში გინეკოლოგია ალბათ აი მართლა ლიდერია ამ გადატრიალებების მხრივ და ხო, ალბათ უფრო რეპროდუქციულ ნაწილში და გინეკოლოგიაშიც რა თქმა უნდა კი არის. საოცრება ის რაც ხდება გინეკოლოგიაში, აი თუნდაც იანვარი იყო თქვენ ცოტა ხნის წინ შეგვახსენეთ საშუალოს ყელის დაავადებების ცნობადობის ამაღლების თვე და ამ მიმართულებითაც ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი რამ მოხდა, იმიტომ რომ რამდენადაც მე ვიცი ერთ-ერთი მაღალი სიკვდილობა ახასიათებდა ამ პათოლოგიას და დღეს ძალიან ადრეულ სტადიაზე იჭერთ ასე ვთქვათ. რადგან თქვენ ამ თემას შეეხეთ, მოდი მაშინ მოვახსენებ, რომ საშუალოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი ეს არის ცრავად უმნიშვნელოვანესი, ასე ვთქვათ, რგოლი ქალის ჯანმრთელობაში და უმნიშვნელოვანესი გადატრიალება ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ რა არის საშუალოსნოს ყელის პათოლოგია, რა დროს ხდება ეს სკრინინგულად აღმოჩენა. როგორც საშუალოსნოს ყელის სკრინინგი ზოგადად როგორც ესეთი სისტემა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ძალიან კარგად არის დანერგილი და ხორციელდება, ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა ქალებისთვის, რომ დაავადება აღმოაჩინონ ადრეულ ეტაპზე, მოახდინონ მათი პრევენცია, მოახდინონ მათი სკრინინგი და აღმოჩენის შემთხვევაში მისი დროული, ესე ვთქვათ, მკურნალობა მოხდეს, ხო? ჩვენს ქვეყანაში ასევე მოქმედებს HPV გენოტიპირება, ეს გახლავთ ადამიანის პაპილომავირუსი, რომელიც ძირითადად ეს არის საშუალოსნოს ყელის კიბოს გამომწვევი ვირუსი, და კეთდება ჩვენს ქვეყანაში ზუსტად ეს HPV გენოტიპირება, რომელიც აღმოაჩენს ქალის ორგანიზმში ის რამდენად მაღალ სპეციფიური არის, ესა თუ ის გენი HPV-ს მატარებლისა, ქალბატონს ეს დაავადება დაემართება, მაღალი რისკის მატარებელია ამ დაავადების, აქვს საერთოდ ეს HPV ვირუსი თუ არა აქვს, ხო? ასეთ შემთხვევაში სკრინინგი ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა ქალბატონებისთვის, რომ დაავადებისგან დაიცვან თავი და მოახდინონ თავიანთი თავის, ასე ვთქვათ, თამარ, თქვენ ბრძანდებით გინეკოლოგი, რომელიც ოპერაციული გინეკოლოგიასაც ასევე მისი მნიშვნელოვანი ნაწილია მისი ცხოვრების და პროფესიული კარიერის. აი, როგორც პროფესიონალი, როგორც ექიმი, რომელიც ოპერაციებსაც აკეთებს, მინდა ერთი კითხვა დაგისვათ. ზოგადად კი საშუალოსნოს ყელის პათოლოგიები გასაგებია, მაგრამ სამწუხაროდ გინეკოლოგია მარტო ამ პათოლოგიებს არ მოიცავს, რა თქმა უნდა, გინეკოლოგია სხეულის თვითონ საკვერცხების, ანუ საკმაოდ დიდი ნაწილი გინეკოლოგიური პათოლოგიები საკმაოდ ფართო სპექტრი არის, ბევრი დაავადება არის, რა თქმა უნდა, გინეკოლოგიური. მოდი ახლა მე გინეკოლოგიურ დაავადებებზე როგორც ესეთი არ შევჯერდები, ალბათ ჩვენი მაყურებლისთვის უფრო მნიშვნელოვანი იქნება ის ჩივილები, რა ჩივილები შეიძლება თქვათ მივაქციოთ ყურადღება, ხო? რა დროს მიმართოთ გინეკოლოგს, რომ არ გამოგვეპაროს თუნდაც ის ნუსხა ჩამონათვალი მთელი რიგი დაავადებებისა, რაც არის გინეკოლოგიურ დაავადებებში, ხო? აუცილებლად უნდა შევეხოთ აი ესე ვთქვათ მენსტრუალური ციკლის დარღვევებს, რა დროსაც შეიძლება ძალიან ბევრი, ასე ვთქვათ, პათოლოგია დიაგნოზი შეიძლება იმარლებოდეს ამა თუ იმ მენსტრუალური ციკლის დარღვევის დროს, ხო, როგორიც არის თუნდაც ამენორია, თუნდაც ჭარბი პირიქით მენსტრუალური ციკლი, ხშირი მენსტრუალური ციკლი, მენსტრუაციათა შორის გამონადენი, ხო, ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანი არის იმისთვის, რომ არ გამოგვეპაროს საშუალოსნოს ტანის დაავადებები, როგორიც არის პოლიპი, მაგალითად ენდომეტრიოზი, საშუალოსნოს კვანძოვანი მიომები, ხო?
ეს ყველაფერი, ეს ასე ვთქვათ, სიმპტომატიკა ძალიან მნიშვნელოვანი არის. ან შესაძლებელია ეს იყოს უბრალოდ ჰორმონალური დისბალანსის გამოვლინება, რასაც აუცილებლად გამოკვლევა ყურადღება სჭირდება და სჭირდება ასე ვთქვათ, შესწავლა რის გამო არის, ვთქვათ, menstruალური ციკლის დარღვევა ამა თუ იმ სახით, ხო? ეს იქნება ჭარბი menstruაცია, menstruაციათა შორის სისხლდენები, ან პირიქით შემცირებული menstruაცია, ხო? შემცირებული menstruაცია ძირითადად უფრო დისჰორმონალური ბალანსის ფონზე ხდება. უფრო კისტების, პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომის დროს. ჩვენ ყავს პაციენტი ანორექციით, რომელსაც არაერთი, რომელსაც აი ეს თავისი პრობლემები აქვს. საინტერესო ის არის, რომ ძალიან ხშირად აი აღნიშნული პრობლემებით, რაც თქვენ ჩამოთვალეთ, ქალბატონი პირველადად მიმართავს სხვა ექიმს, მაგალითად შეიძლება ჰემატოლოგის კომპეტენციაში რკინა დეფიციტური ანემიის ზევნა დაიწყოს და მერე მივიდნენ იმ სიღრმემდე, რომ ყველაფერი იწყება გინეკოლოგიური პოლიპიდან ან სადღაც. კი, არის ესეთი შემთხვევებიც, როდესაც ქალბატონი ხვდება, ვთქვათ, ანემიით კლინიკაში, ეს შეიძლება არ იყოს მაინცა და მაინც პოსტჰემორაგიული ანემია, ეს შესაძლებელია იყოს ხანგრძლივი სისხლის დანაკარგვის ფონზე გამოწვეული რკინა დეფიციტური ანემია, რასაც ზოგადად თან ახლავს თავბრუსხვევა, ზოგადი სისუსტე, დაბალი არტერიული წნევა, ხო? ასეთ შემთხვევაში კი შესაძლებელია პაციენტი როგორც ჰემატოლოგთან, ასევე თერაპევტთან, კარდიოლოგთან მოხვდეს და ასე ვთქვათ, ეტაპობრივი ძიების შედეგად მივიდეთ იქამდე, რომ ამ ყველაფრის მიზეზი არის ჭარბი არარეგულარული menstruალური ციკლი. ერთი მთლიანი ჯაჭვია მაინც ორგანიზმი, აი იგივე მამოლოგიური პრობლემებით ქალბატონები იყოფებიან გინეკოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ და ყოველთვის აფრთხილებენ, ნორმაში ყოველ შემთხვევაში, რომ გინეკოლოგის ჩართულობა უდიდესია, ამიტომ რა თქმა უნდა. ზოგადად, აი რო წარმოვიდგინოთ ქალის ჰორმონალური, ესე ვთქვათ, სისტემა, ხო, სტატუსი როგორც ესეთი, ეს ყველაფერი მოიცავს თავის twins, რა თქმა უნდა. ფარისებრი დივიზორი ასე ვთქვათ, დივიზორი რა თქმა უნდა, ფარისებრი ჯირკვალი, აუცილებლად ძუძუ და რა თქმა უნდა, საკვერცხეები. ძალიან ესე ვთქვათ, რომ წარმოვიდგინოთ სქემატურად, ეს არის რაღაცა ძალიან დიდი ორგანიზმი, რომლის გარშემოც ტრიალებს ქალის, ესე ვთქვათ, ჯანმრთელობა, რა თქმა უნდა, და მისი, ესე ვთქვათ, ციკლი, ასაკობრივი ციკლი, რომ წარმოვიდგინოთ, ხო, დაბადებიდან, ესე ვთქვათ, სიბერემდე რა ციკლს, ჰორმონალურ ციკლს გადის ქალის ორგანიზმი, ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან საინტერესო და ძალიან უდიდესი სკოლა გვაქვს გინეკოლოგიის საქართველოში, ხომ ძალიან ბევრი ცნობილი მსოფლიო დონის ვარსკვლავი ყავდა და ეს ძალიან სასიხარულო და საინტერესოა და სხვათა შორის ზუსტად ჩვენი სპეციალისტების პირველი კვლევები აი სისტემათა შორის კავშირზე ძალიან ბევრი მათგანი საუბრობდა და დღეს მსოფლიო ლიტერატურაშიც არის მითითებული როგორ და ერთი საინტერესო დეტალია კიდე რაც მინდა რომ განვიხილო ასე ვთქვათ დღეს ძალიან მომატებული ესეთი ფსიქოემოციური დავძაბული ფონი და ძალიან მნიშვნელოვნად განაპირობებს, თუნდაც აი გამონათქვამი რომ იმდენი ნერვულა აყოფი მოეშალა იტყვი, ახლა ეს ქართულ სიტყვებში დამკვიდრებული ფრაზები რეალურ სამედიცინო ასე ვთქვათ მეერე განმარტებას პოულობს, ხო რაღაცა. ერთ-ერთი ფაქტორი ალბათ არის რომ ფსიქოემოციური ფონი გინეკოლოგიურ პრობლემებს როგორ იწვევს და თავისთავად გინეკოლოგიური პრობლემები როგორ იწვევს, თუნდაც ქალის სრულფასოვანი ჯანმრთელობა, სექსუალური ცხოვრება, სოციალურ რეპროდუქციულ სისტემაზე ვისაუბრეთ, ხო? აქედან გამომდინარე გინეკოლოგია კიდე ერთი საინტერესო დარგის, აი ნევროლოგიის მიჯნაზეც შეიძლება და ფსიქონევროლოგიის განვიხილოთ. კი, ბატონო, ფსიქონევროლოგიური მხრითაც შეიძლება შევხედოთ ამ ყველაფერს. განსაკუთრებით ისეთი ლამაზი ასაკის ქალბატონები, რომლებიც უკვე საკმაოდ დიდ ასაკში გადავდივართ და იწყება ხოლმე ესეთი პრობლემა და მარტო ფსიქოლოგის ჩართულობა არ არის. მაგ შემთხვევაში ხა თქვენ ალბათ გულისხმობთ უკვე პრემენოპაუზალურ და მენოპაუზის პერიოდს. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში როგორც წეღამ თქვი ხო, რომ წარმოვიდგინოთ ქალბატონის ცხოვრება დაწყებული დაბადებიდან რაღაც გარკვეულ პერიოდამდე და მოდი ჩავთვალოთ რომ მივედით ჩვენ პრემენოპაუზამდე ან მენოპაუზის პერიოდში, როდესაც ქალის ორგანიზმი თავის რეპროდუქციულ ფუნქციას უკვე ასრულებს, ხო? ამ დროს უკვე ესე ვთქვათ ქალის ყველა ჰორმონი რაღაცნაირ ესე ვთქვათ
მიძინებაში გადადის, მაგრამ სანამ მიძინებს ბობოქარი ხდება ხოლმე, რომ მაქსიმალურად შეზღუდოს ეს მენოპაუზა და წინააღმდეგობას უწევს თითქოს, ხო. აი ამ წინააღმდეგობის პრემენოპაუზის პერიოდში ხშირია ხოლმე, ვთქვათ, ისე ჰორმონალური დისბალანსის გამო, ხო, როდესაც ორგანიზმი ცდილობს, რომ არ გადავიდეს მენოპაუზაში, რაღაცა მის ფიზიოლოგიურს არ შეეწინააღმდეგოს ეს პერიოდი, ხო? ბევრი პათოლოგია შეიძლება იქნეს ამ პრემენოპაუზაში აღმოჩენილი აი ამ და რეალურად თქვენ ახლა ისე აღწერეთ, ქალბატონი ამას ქარიშხალივით ეშობა, საქართველოში ხალხურად ამას ალებსაც უწოდებენ, ხო, შედარებული არის? ხო, მოდი სანამ ალებამდე მივართ აი ეს პრემენოპაუზალური პერიოდი კიდე ცალკე პერიოდი გახლავთ, რომელიც აი ჰორმონალური დისბალანსით გამოვლინდება ხოლმე, არარეგულარული ისე მენსტრუაციით, აი ვთქვათ ქალბატონს აქვს მოუვიდა ციკლი და რაღაცა გარკვეული პერიოდის შემდეგ 3 თვის, 4 თვის შემდეგ ისევ დაეწყო. ნუ არიან ხოლმე პაციენტები, აი მეგონა რომ უკვე დავამთავრე, მოურჩი და ისევ დამეწყო. ეს გახლავთ სწორედ ის პრემენოპაუზალური პერიოდი, როდესაც ქალბატონის ორგანიზმი და ჰორმონალური სტატუსი ცდილობს, რომ რაღაცნაირად მოტივირებული იყოს, რომ ის არ გადავიდეს იმ პერიოდში, მაგრამ ესეც გარდაუვალია, ესეც ჩვენი ბუნების კანონია, რა თქმა უნდა, ქალბატონების და უკვე ამ პერიოდს, როდესაც გადალახავს და ეს გადალახვა, რა თქმა უნდა, როგორც ექიმის ჩართულობით, ასევე უკვე თავისი ორგანიზმის მობილიზებით ხდება, უკვე იწყება მენოპაუზალური პერიოდი, ის ძალიან დიდი სიმპტომო კომპლექსი, რომელიც ქალბატონს შეიძლება დაეწყოს და აქ ერთვება სწორედ ეს ნერვული, ასე ვთქვათ, ნევროლოგიური სტატუსიც რაღაცნაირად, იმიტომ რომ მოდის აგზნებადობა, მოდის ნევროტულობა, ღამის უძილობა, ოფლიანობა, წამოხურება, უცებს შეცივება. რა თქმა უნდა, ამ პერიოდში უკვე მენსტრუაცია ქალბატონს აღარ აქვს, ხო? და მსგავსი სიმპტომებით უკვე ქალბატონები. თუმცა გინეკოლოგის აღნიშნავს, რომ ქალბატონი უკვე გინეკოლოგის კომპეტენციაში არ არის. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რა თქმა უნდა, ეს არ გულისხმობს იმას, რომ ქალბატონი გადავიდა მენოპაუზაში, მას აღარ აქვს ციკლი, შესაბამისად არ სჭირდება მას არანაირი გინეკოლოგიური, ვთქვათ, გინეკოლოგის კონსულტაცია, გინეკოლოგიური რაიმე ტიპის კვლევა, ეს აბსოლუტურად, რა თქმა უნდა, არასწორი მიდგომა არის. პირიქით, ამიტომ ვამბობ, რომ ყველა ასაკს თავისი რაღაც ნიუანსი აქვს და ის არ უნდა გამოგვეპაროს ის ნიუანსი, ხო? ამიტომ მენოპაუზაში გადასვლის შემდეგ მერე უკვე ქალბატონმა უნდა მიმართოს წელიწადში ერთხელ მაინც გინეკოლოგს, რომ თავისი საშვილოსნო საკვერცხეები, ენდომეტრიუმი, საშვილოსნო ყელი ბუნებრივია შეაფასოს და იყოს მუდმივი კონტროლის ქვეშ, რომ რაიმე არ გაიპაროს, იმიტომ რომ ამ მენოპაუზაში და მენოპაუზასაც თავისი, ასე ვთქვათ, დამახასიათებელი დაავადებები აქვს და ამისგან დაზღვეული, რა თქმა უნდა, არავინ არ არის. ძალიან საინტერესო ჯაჭვი მოგვიყევით, ქალის ცხოვრების ყველა ეტაპზე თავისებური ჩართულობა უნდა გინეკოლოგს როგორც ხედავ და ეს ძალიან საინტერესო ეთყობა, თქვენ ალბათ ასაკის მიხედვითაც იცით შესაძლო პრობლემები. რა თქმა უნდა, ასაკის მიხედვით ყველა ასაკს აქვს თავისი რისკ ფაქტორები, რა თქმა უნდა, არის დაავადებათა რისკ ფაქტორები, რაც ჩვენს ქალების შემთხვევაში გინეკოლოგიურ პათოლოგიებთან ნამდვილად დაკავშირებული არის ასაკთან. ეს როგორც პუბერტატული პერიოდიდან დაწყებული, დასრულებული პოსტმენოპაუზამდე, ხო? ძალიან საინტერესოა. კიდე ერთი თავისებურება, რაც მინდა დღეს მაინც გაცნობითი გადაცემა გვაქვს, სულ ორიოდე სიტყვითაც რომ დაგვეხმაროთ თამაში, იმიტომ რომ ეს ჩვენ მოწერილებში წეღან საუბრობთ მე და თამარი და უთხარი, ეს არის სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები, რომლებიც რამდენადაც ვიცი საკმაოდ გავრცელებულია და რამდენადაც ვიცი დღეს ხალხი მიუხედავად იმისა, რომ ეს ფარმაცევტული კომპანიები უკვე ტელევიზიითაც არეკლამებენ, თვითმკურნალობას მიმართავენ და ეს მერე რაღაცა გარკვეულ პრობლემას იწვევს, იმიტომ რომ რამდენადაც ვიცი საკმაოდ
დიდი ჯგუფია არაერთი გამომწვევი, დაახლოებით 10-მდე ხო, ყველაზე ხშირად რომელიც გვხდება, თითოეულ მოედანს თავისი სამიზნე წამალი ყავს და რა თქმა უნდა, ცოტა რთულია ეს სამართავად. ეს სამართავადაც რთული არ არის, მაგრამ სჭირდება სწორი მიზანმიმართული, რა თქმა უნდა, მიზანმიმართული უნდა იყოს ეს ახლა ესე ვერ ჩავატარებთ რაღაცა ესე ემპირიულ კვლევას კურნალობას, ხო? ემპირიული კურნალობა ამ დროს არ არის. აუცილებლად სასურველი არის მოხდეს გამომწვევის, რა თქმა უნდა, დიაგნოსტიკა კვლევებით და შემდეგ უშუალოდ გამომწვევზე დარტყმითი თერაპია, ესე რომ ვთქვათ, სამიზნე თერაპია გახდეს. ხშირი არის ბაქტერიული, ვირუსული, ზოგადად ვაგინიტზე რომ ვისაუბროთ, ცერვიციდზე, ვულვიტზე, ვულვოვაგინიტზე, ხო? ეს გახლავთ როგორც სოკოვანი ინფექცია, შეიძლება იყოს ბაქტერიული, შეიძლება იყოს ვირუსული. აქედან გამომდინარე, აი ამ გამომწვევების პათოგენეზიდან გამომდინარე და მათი თვისებებიდან გამომდინარე, აუცილებელი არის მოხდეს მისი შესწავლა და შესაბამისად მერე სწორი მკურნალობა. კი ბატონო, ერთი გავრცელებული მითი მინდა კითხოთ, იმიტომ რომ აი ეს როცა ვათვალიერებდი კითხვებს იქ ვნახე და ქალბატონმა მოგწერა, რომ სადღაც მოისმინა თუ რომელიღაც ექიმმა მითხრაო, მორეციდივი სოკოვანი ინფექცია აქვს და ერთ-ერთი უშედეგო მკურნალობის მერე ვიღაცამ უთხრა, რომ დიაბეტი ხომ არა გაქვთ და ნუ დადასტურდა მის შემთხვევაში. რამდენადაც კი ბატონო, კორელაციები თუ შეიძლება იყოს ასეთი? რა თქმა უნდა, ხა ვულვის ქავილი, გარეთასასქესო ორგანოების ქავილი, გარდა იმისა, რომ ახასიათებს სოკოვან ან თუნდაც ბაქტერიულ ინფექციას, ხშირად ან ვირუსულ ინფექციასაც ხო, ხშირად ახასიათებს ხოლმე არაგინეკოლოგიურ პათოლოგიებსაც, როგორიც არის თუნდაც შაქრიანი დიაბეტი, ხო? შაქრის მაღალი დონის რა თქმა უნდა, უმართავ არანამკურნალებ ფორმას შესაძლებელია ერთ-ერთი გამოვლინება შაქრიანი დიაბეტის ალბათ გამოვლინებას ვერ დავარქვევთ, იმიტომ რომ ეს ალბათ უკვე დადასტურებული დიაგნოზი აქვს ამ პრობლემას გაუშვა და დადასტურდა. დიახ, ხო, სავარაუდოდ დაუდასტურდება, ან არ იცოდა უბრალოდ ამ დიაგნოზის შესახებ, თორე როდესაც ესეთი გამოვლინება არის უკვე გინეკოლოგიური ხასიათის შაქრიანი დიაბეტის, იქ ალბათ სხვა ერთი თავისებურება კიდე ალბათ თქვენი საშუალებით ამის მოსმენა საინტერესო იქნება. ამ დაავადებებსაც აქვს გარკვეული პრევენციის საშუალება და მოსახლეობის რაღაც ნაწილმა არ იცის, რომ პარტნიორის მკურნალობაც არის მნიშვნელოვანი. რომ არ მოხდეს კვლავ დაავადება, გავრცელება. რა თქმა უნდა. ეხლა დაავადების პრევენცია, ზოგადად სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების პრევენციას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. პირველი ადგილი უჭირავს თითქმის ჰიგიენას, ესე ვთქვათ, სწორ სქესობრივ ცხოვრებას, რომ პარტნიორთან სასურველი არის თავდაცვა და პირადი ნივთებიც, იმიტომ რომ არის თაობა რაღაცა, რომელიც ცოტა რა თქმა უნდა, პირადი ჰიგიენის ნივთები ეს ნიშნავს იმას, რომ ის არის მხოლოდ და მხოლოდ კონკრეტული პირის გამოსაყენებელი და არა ვთქვათ საზოგადოებაში სხვისთვის სხვამაც რომ გამოიყენოს. რა თქმა უნდა, ეს ყველა შემთხვევაში სასურველი არის, რომ მოხდეს, რა თქმა უნდა, გარეთასასქესო ორგანოების გაწმენდა სწორად, დაბანა დღეში ერთხელ მაინც, ნუ ახლა თუ იქ ციკლის პერიოდია, რა თქმა უნდა, 3-4 საათში ერთხელ უნდა მოხდეს ესე ვთქვათ პაკეტის შეცვლაც, დაბანაც და რაც შეეხება ხა პარტნიორულ სქესობრივი გზით გადამდები დაავადების ესე ვთქვათ რისკის შემცირებას უფრო სწორად, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი როლი ენიჭება დაცულ სქესობრივ კავშირს. ძალიან დიდი როლი აქვს ამას, ხო? აუცილებელი არის შემდგომ პერიოდში უკვე, როდესაც ინფექცია დააცნებოვნება ხდება და გადადება ხდება, რა თქმა უნდა, პარტნიორმა ზოგადად რო წარმოვიდგინოთ, ხო, ქალის ანატომია ძალიან განსხვავდება კაცის ანატომიისგან, შესაბამისად, ქალი უფრო მარტივად ცნებოვდება, უფრო მარტივი, ესე ვთქვათ, გამოვლინება უფრო ხშირია ხოლმე, ხო, სიმპტომატიკა არის სიმპტომატიკაც მისიც დიახ და ესე ვთქვათ, ქალები
უფრო ხშირად მიმართავენ ამიტომ ექიმებს, გინეკოლოგებს, ვიდრე თქვათ მამაკაცები მიდიან უროლოგებთან, ხო? თუმცა ქალი, როდესაც მიდის გინეკოლოგთან, აუცილებელი არის პარალელურად იქნეს გამოკვლეული პარტნიორიც, რომ იგივე არ განმეორდეს თქვათ რაღაცა აი მკურნალობის ჩასრულების შემდგომ ისევ პარტნიორთან ურთიერთობისას ისევ არ მოხდეს. როცა დაგეგმილ ორსულობაზე საუბრობდით, ალბათ ერთ-ერთი ფაქტორი ისიც არის, რომ ეს სქესობრივი დაავადებები აუცილებელი იყოს გამოკვლეული. რა თქმა უნდა, აუცილებელი არის რომ გამოკვლეული იქნას წინასწარ, ამიტომ არის ეს ოჯახის დაგეგმა ძალიან მნიშვნელოვანი, რომ გამოკვლეული იქნას ყველა შესაძლო დაავადება, რაც შეიძლება თქვათ ხელი შემშლელი იყოს თვითონ ორსულობის დადგომისა ან პირიქით ორსულობის პერიოდში ორსულობის საფრთხილო არის, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით პირველ ტრიმესტრში საფრთხილო არის და იმ მედიკამენტის დანიშვნა ესე ვთქვათ რისკი და სარგებელი ცოტათი განსხვავებული აქვს ხოლმე და ამიტომ სასურველია, რა თქმა უნდა, რომ მოხდეს წინასწარ გამოკვლევა ამ დაავადებებზე, რომ არ იქნეს შემდგომი პერიოდი რაღაცა რთულად გადასატანი ქალბატონისთვის, ხო? თავიდან ავიცილოთ, თუნდაც ნაყოფის მხრიდან. რა თქმა უნდა, აუცილებლად, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ ზოგიერთ მედიკამენტს სამწუხაროდ აქვს ესეთი კი ბატონო, განსაკუთრებით პირველ ტრიმესტრამდე. მე მგონი დაგეგმილი ორსულობა ასეთ შემთხვევაში ყველაზე სწორი გამოსავალია. თქვენ კიდევ ერთხელ დაგვიდასტურეთ ეს, ალბათ ერთი ვიზიტი ნამდვილად დღის, მით უმეტეს იმ ადამიანმა, რომელიც გეგმავს შვილოსნობას, დედის და შვილის ჯანმრთელობაზეა პირველ რიგში აქ საუბარი და გინეკოლოგთან მეგობრობა მაინც მოგვიწევს. აუცილებლად გინეკოლოგი ყოველთვის არის ქალის მეგობარი. კი ბატონო და თუნდაც ბავშვის გაჩენის შემდგომაც რა თქმა უნდა უმჯობესია რომ ბატონო თავდება ხოლმე ეს მე ხშირად მომისმენია რომ ბოლოს მაშინ დაასა. კი, არის ეგეთი შემთხვევები, როდესაც გინეკოლოგთან ვიზიტი დაასრულა ქალბატონმა მშობიარობის შემდგომ და მშობიარობის შემდგომ ის გინეკოლოგთან აღარ ყოფილა, ვინაიდან ორსულად აღარ ყოფილა შესაბამისად. ეს რა თქმა უნდა არის მითი და არის რა თქმა უნდა არასწორი მიდგომა, ქალბატონმა წელიწადში ერთხელ აუცილებლად უნდა ვემართოს გინეკოლოგს, აუცილებლად უნდა ჩაიტაროს ეხოსკოპია, პაპ ტესტი, თუნდაც ნაცხის ბაქტერიოსკოპია, რაც ყველაზე ესეთი ბანალური კვლევა შეიძლება იყოს, ხო? აი ამ კვლევებით შეიძლება ძალიან ბევრი პათოლოგიის აღმოჩენა და შემდგომ უკვე გაღრმავება კვლევების შეიძლება მოხდეს საჭიროც კი. თუნდაც ამ გამოწვევებმა, აი მაგალითად ქლამიდიოზმა შეიძლება არა გინეკოლოგიური გართულებებიც მისცეს პაციენტს ხო მართალია და ეს უკვე ძალიან ეს ღრმა სიღრმე ამაზეც რა თქმა უნდა ღრმა არის და რა თქმა უნდა ძალიან ბევრი უნაყოფობა, მუცლის ხრუში შეხორცებითი დაავადებები, ბევრი პათოლოგია და პრობლემა შეიძლება გამოიწვიოს სქესობრივ გადამდებმა და დაავადებებმა და ინფექციებმა. კი ბატონო, მართალს ამბობთ, არა მხოლოდ გინეკოლოგიური, არამედ ზოგადად მოკლედ გინეკოლოგები ძალიან საჭირო სპეციალობის ადამიანები ხართ, ჩვენ და ვიმეგობრებთ თქვენთან ასე ვთქვათ, მათ ქალის ჯანმრთელობა და ბედნიერებას ძალიან მნიშვნელოვნად განაპირობებენ გინეკოლოგები, ამიტომაც ჩემი დიდი პატივისცემა თქვენ, კიდევ ერთი მიზეზი მაქვს იცით, ქალიშვილი მყავს. შეგახსენებთ რომ ჩვენი სტუმარი დღეს უკვე ჩვენი მასპინძელიც ასე ვთქვათ, იყო ქალბატონი თამარ ჩირგაძე, მიან გინეკოლოგი, ჩვენი კლინიკის გინეკოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ძალიან ბევრ საინტერესო თემაზე ვისაუბრეთ ვითომ ზერელით, მაგრამ არც ისე ზერელით, ესე გამოგვივიდა. ძალიან დიდი მადლობა, წარმატება გინდა გისურვოთ. დღეს პირველი პაციენტი მიიღო ჩვენ კლინიკაში ქალბატონმა თამარმა და მინდა რომ უამრავი მაგლიერი პაციენტი გქონდეთ. მადლობა თქვენს. კარგად სანდებობისთვის.